მოკლედ ორი დღე დავტოვო ისე რომ დავაყენე აი ამ ადგილას მოტოციკლეტი და არ ვიცი ხა ამ შუქში არ არის რამდენად გამოჩნდება, მაგრამ ჩემი ტელეფონიც კი აღარა, კაროჩ ბაკი შემიღუნეს, ფოტოებს ჩავაგდებ, დავდებ ყველაფერს. ბაკი არის შეღუნული. გამშობებზე წაქცევის ნაკაწრები. აგერ ნაკაწრი, ციმციმაზეც ნაკაწრი. საპორტებზე მგონი არაფერი არ არის. აგერ დამცავიც გადაკექილია. ეს გამშობის მილიც ხელი დავიწვი, ხა რა მინდოდა. მოკლედ ღორებში ვცხოვრობთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. აჰა. პირველი შემთხვევა არ არის ეს, რომ ან მანქანა, ან მოტოციკლეტი გამიფუჭეს. იდექროდა ბიჭოს. ანუ ადამიანი წვალობ, მუშაობ, აგროვებ თანხას. ბიზნესთვის რაღაცას ძლივს შეაგროვებ და უცებ უნდა მოვიდეს ვიღაცა ადამიანი, არ არის ადამიანი ღორი. ერთი დარტყმით გაგიფუჭოს, ჩაგიყაროს წყალში შრომა და წავიდეს. ანუ არც ნომერი დაგიტოვოს, არაფერი საერთოდ. აიღოს და ეს просто დარტყას, გაგიფუჭოს და წავიდეს. ეხა ეგ უარესი არია რა. არ ჯობდა დაეტოვებინა ნომერი და წესიერად, წყნარად განგვეხილა რა როგორ უნდა გაკეთდეს. ეხა ვიპოვი მე მაგ ადამიანს. წყნარად არ დავიწყებ საუბარს, ეგ ვიცი. ვერ დავიწყებ წყნარად საუბარს, იმიტომ რომ ეს არის, რა ვიცი. აი არაფერი შეაჯდება, ნული პატივისცემა არის ეს სხვა ადამიანის მიმართ. ეს არის ღორობა, ეს არ არის ადამიანობა. მანქანაზე იყო და ჯერ, კაი, ძველი მანქანა მყავს კიდევ კაი და თვითონაც სუმირტყუ-მორტყმულია მაგისტვის მყავს, რომ თაში ვიარო და არ დამენანოს. კარგი გასაგებია და სარკეები მომიტეხეს და სარკეები კაი, გასაბრაზებელია რა თქმა უნდა, თან აღარ იშოვება ეს სარკეები, ძლივს უნდა გაგიმართლოს რომ იშოვო. მაგრამ ხო, ნუ კაი, გავატარე. სარკესთან ერთად გავიდა რამოდენიმე ხანი და წინ რკინის ბამპერი კი იცით, ვინც ნახეთ რომ ვადუღებდი მე მაგ ბამპერს ჩემი ხელით. ეგ მომამტვრიეს. ვიპოვე ეგ ვინც იყო და აღმოჩნდა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც შემეცოდა და ვერ გამოვართვი ფული, უბრალოდ სიტყვიერად უთხარი რომ ცუდი საქციელი იყო მიმალო ადგილიდან. როდესაც ადამიანს რაღაცას უზიანებ. და ეს მოტოციკლეტი ესეთი მარტივი და ძველი და იაფი არ არის ნამდვილად და მიკროავტობუსის მძღოლივით ვერ გამოძრება ეგ ადამიანი აშკარად. ძალიან გაბრაზებული ვარ რა. არის ღორობა. რამე როგორ გძინავთ ეგეთ ადამიანებს არ მესმის მე თქვენი. ბავშვობაში პოკემონებს რომ მყიდულობდით, მრგვალი პოკემონები რო იყო და რომ თამაშობდით. 3 ცალი ვიყიდე, 5 თეთრი ღირდა, მე მგონი თუ 20 თეთრი თუ რაღაც არ მახსოვს, თეთრები ღირდა. 3 ცალი ვიყიდე და მიწეპებული იყო მე-4 ძირზე და შემთხვევით გამომკვა ეგ მე-4-ს, ისე რომ არც ვიცოდი. რომ აღმოვაჩინე რომ 3-ის მოგეთ 4 წამოვიღე. ის ღამე არ მეძინა და მე-4-ს დავაბრუნე ის ერთ. და ეს რამე განსაკუთრებული არ არის არაფერი, ესე უნდა იქცეოდეს ყველა ადამიანი, ანუ მე რამე განსაკუთრებული ადამიანი არ ვარ. ესე არ მოგქცევა მე განსაკუთრებულად და ეგ არის ნორმა, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, აი მაგ დროს ქვია ადამიანს. პოკემონი დავაბრუნე 8 წლის ბავშვმა. როგორ მინდოდა ალბათ ხვდებით. მოკლედ რა,
ძალიან გაუბრაზდი, გამოვიყვანე ხა ვაფშე არ ვაპირებდი დღეს დაждომას. საქმეები მქონდა, მაგრამ ძალიან გაუბრაზდი და გამოვიყვანე ეგრევე რომ იქნება მეთქე რამე დაუზიანდა ამ წაქცევისას, რა ვიცი. ბაკი მაქვს დაზიანებული, ნაკაწრები აქვს ძალიან ბევრი. იმედი მაქვს რომ რა ძალიან არ არის ჩაღუნული და ცივად შეიძლება გამოსწორდეს. ახლა გადავრეკე, გადმოვრეკე და თვათ ხელი არ ჩაიქნიო. თუ არა და მომიწევს ამოშპაკოა და მე ეს საღებავი როგორ შევღებო ბიჭო? როგორ მოვაციო და სხვა ფერზე როგორ იმას ვქნა? უნდა გავარკვიო ყველაფერი, მეგობარი მეხმარება უკვე და თავარი არის მინდა რომ ეს ადამიანი ვიტო. თვალებში ჩავხედო. მაყოფილია თუ არა თავისი საქციელით. ესეც Spider Sense. მივხვდი რომ მანქანა გამოდიო და ისე რომ არც კი ჩანდა. ხო და აი ამიტომ მიყვარს მოტოციკლები, რომ აი თვითონ ეთკინა, თვითონ დაუზიანდა რაღაცა და აქეთ მომშვიდებს ეხა მე რა. აი გარის მოტოციკლები. ორი დღე დავტოვე გარეთ. აი რატო აკეთებ ამას? 3 წამიც დაგეცადა. მე ვინ მეკითხება. განსაკუთრებით თან ვაკეში ხდება ეს. რავი, სხვაგან მეგობართან დამიტოვებია. ეს არა, მაგრამ სხვა მოტოციკლები, რომელსაც ჩემთან ირჩოდნენ და გარაჟი უნდა ვიყიდო სადმე რა, ან ვიქირავ. მოვიდა დრო. ყიდვით ვერ ვიყიდი, უნდა ვიქირავ ალბათ. აი sorry. აი ეს ყვითელი ხაზი სულ ხელით არის დახატული. ხარი ჩაღუნული. აქაც ნაკაწრები არის. ეს ესეთი ჩამოვიდა, კაი, ეს დაზიანება ქონდა. ნაგას ვერავის ვერ დავაყალებ. აი ეს არ ქონდა. ოხეჩ. მოკლედ რა. კიდევ კაი, ეს დამცავები აქვს. წავალ ხა მომონტაჟებ ავტორს თავ ამ ვიდეოს. ძალიან მეწყინა რა. აი ძალიან მეწყინა. ეხლა შეჭყლეტილი ბაკით ჩავწერ. ან კიდე გაკეთებული ბაკით. და ისეთი აღარ იქნება როგორც უნდა ყოფილიყო და ესეც გაკვეთილი იქნება. მოკლედ გემშვიდობებით, დროებით, თხილად იარეთ. ბევრი სიამოვნეთ და ესეთი შემთხვევები არ გადაგხდომოდეთ თავზე.